ახლა ამ წელს ტაძარში ვიყავი, ნათლობა დამეწყო ახლა და ჯგუფმა ჩამოიარა და ტაძარში მოგვივარდნენ. დამეწყე ჯერ ყვირი მოღალატეებო გამოდით, ეკლესიის მტრებო გამოდით, ქვეყნის მტრებო გამოდით. ჩვენ გვეუბნებიან მოღალატებს, ქვეყნის მოღალატეს მეძახიან. რატომ მეძახიან მოღალატეს? აი რა გავაკეთეთ? ისეთი რომ გვეუბნა, მე მთხოვე რომ რატო არ დგახარ? ეკლესიას აგინებენ, პატრიარქს აგინებენ. პატრიარქს აგინებენ პირდაპირ, ეკლესიას აგინებენ, აგერ გამოდის გუშინდელი ჩემი ქადაგება დაბლოკეს და გააუქმეს. ახლა ამასაც ალბათ დაბლოკავენ და გააუქმენ, ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო ყველამ გადაწერეთ და ისე დაიდოს ეს ვიდეო და ყველამ ნახოს რომ ესეთი ძალადობით ეკლესიაში მოგვივარდნენ კომუნისტების ზუსტებოდა, ეგრე ეკლესიაში მოვარდნა, ხალხის მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო, ქუჩაში დადგენ ტაძრის წინ და გეძახიან მოღალატე გამოდით ტაძარში, რატო მშვიდობიანი პროტესტი, აი მშვიდობიანი პროტესტი, მშვიდობიანი აქცია წარმოვიდგინე, მშვიდობიანი აქცია ტაძარში გივარდება და გიყვირიან და გეუბნებიან, გამოდი გარე შემოღალატე, შენ ქვეყნის მტერო, შენ ისა, უბრალოდ მე რა არ მესმის, იცი აი რა ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიყოთ, ამით აი და ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიები ყო, რომლის ეთერებში პატრიარქის აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არასდროს ხმა არავის არ ამოუღია. იმ კუბოსთან დაკავშირებით რო იძახიან და მე წარმოიდგინე პირდაპირ წერია იმ საიძე, თუნდაც მაგ კუბოზე ზოგიერთი მღვდელი რო ამართლებს და რაღაც რო ლაპარაკობს, პირდაპირ წერია იმ საიძე რომ ეს კუბო ის ჩინური არის იესო ქრისტეს გამოსახულებით, იესო ქრისტეს გამოსახულებით. აქ იმაზე კარგი რომ ზოგიერთი მღვდელი რო ყვა, ხატი ნაკურთხი უნდა იყოს და რაღაცა. აქ შეგნებული დამოკიდებულება იყო. მე არ მინდა დავიჯერო შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ მე როცა აღვნიშნე თქვი რომ თუ ადამიანებმა ეს შეგნებულად გააკეთეს, ეს არის მტრობა. აი სხვა კი არაფერი არ იყო. იმ ჩემი ცოლის დაქალებში მღვდელი რო იყო, ბავშვი ხატი დაახევინეს ფილმში რო იყო იმ სერიალში. რატომ იყო ადამიანებს მიაჩვენ ამ ხატის დახევა, წმინდა ხატებზე ვიღაცების სურათების გამოხატვა. ესე დაიწყო კომუნიზმი, სხვაგანაც კი არ დაწყებულა ეს კომუნისტურისა ეკლესიის დევნა და ეს ამდენი წელია ეკლესიას გულანძღავენ, გვაგინებენ, ქვეყნის სტრესს გვეძახიან, რუსოფილებს გვეძახიან ადამიანებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან ადამიანებს, რუსეთის მომხრეებს. ერთადერთი ვინც თურმე წინამდე იყო რუსეთის ეკლესიის ან რუსეთის პოლიტიკის მე ვიყავი ყოველთვის. რას ნიშნავს რუსოფილი? რუსოფილები ხარ თქვენ, ვინც ამას მეუბნებით და რუსული ნარატივები გაქვთ თქვენ, ვინც ამას ლაპარაკობთ. ესა ევროპა ეს არ არის, ევროპა არ არის ძალადობა, ევროპა არ არის მივარდნა და ადამიანის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ წასვლა. თუ ადამიანი არ გეთანხმება, ამის გამო შენ არ შეიძლება ადამიანი ჩაქოლო და გაანადგურო. არ შეიძლება. ადამიანები დედმამიშვილები ერთმანეთს კარგავენ იმის გამო, რომ მეორე ადამიანს სხვა განსხვავებული აზრი აქვს. ეგ არის ევროპულობა, რა გვინდა ეგეთი რამე თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო ადამიანს კლავდა, თუ შენ ას არ ეთანხმება ადამიანი, ამიტომ შტერია ქვეყნის ესე რომ ადამიანზე საუბრობ ესეთი რაღაც ან ვინ გაიგო ეგეთი ეკლესიაში რას ნიშნავს მოვარდნები ეკლესიაში. მაშინ აღარ გაგვაჩეროთ მოგვივარდეთ, იმიტომ რომ მოდით ეკლესიაში მივუვარდეთ მამაშალვას, მოდი გამოვათრიოთ ტაძრიდან. არავის არ გაუპროტესტებია. მე მინდა ხა ჩემ რევს მოგმართოთ, ვინც მეუბნებით რომ აი მამო მშვიდობიანი აქციებია, იცით მამა როგორი გართობა და როგორი სიხარულია. მშვიდობიან აქციას და ზოგიერთი ამ ფეირვერკის როლას რო ამართებდა რაღაცას. მე არც იმ პოლიციის იმას გუმოობდა საშინელებოდ ახალგაზრდებს წემენ და იჭერენ და ციხეებში სვამენ და მე რო დაიჭერ ადამიანს და მე შუმად რო ურტყან პოლიციელი ამას საშინელება რა უნდა იყოს ხო ჯერ ადამიანი რო დამოგ როგორ შეიძლება ადამიანი თუ დაიჭირე მე იმას ურტყა ეგ ხო არაფერი არა ამაზე მწარე ხო არაფერი არა მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ესე როდემდე უნდა ვიყოთ ესე ეკლესიებში და მოგვივარდეთ ესე ეკლესიებში და მოვარდეთ აქ და შემოგვივარდეთ გამოყარეთ ეკლესიები და მაშინ და დავხოცეთ მაშინ და რას ნიშნავს ეგეთი რაღაცეები რას ნიშნავს უბრალოდ აი ვისაც თქვენზე მეტად საქართველოს უყვარდეს მე ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და თელი ჩემი ქვეყანას ვემსახურებოდი იმადგან განსხვავებით მღვდლებს ვაყვედრია რაღაცებს 80,000 ხელფასები აქვს ისინი სამშობლოზე ლაპარაკ გაჭირებულებს და მის ოპერატორს ჩვეულებრივ პატოს 1200 აქვს ხელფასი შენ ამ ხელფასზე შენ და შენ ზრუნო ქვეყანა შენ გინდა ქვეყანაზე იზრუნო ეს ხალხი ზრუნავს ქვეყანაზე თვითონ რომ ჩამჯდარები არიან იმაში მართლა და ხალხი მართლა რომ გაჭირებაში არის მოვიდნენ აქ და ის ხალხი ჩემთან როდადიან გაჭირებულები მაგად გაუგზავნე იქ ამ ხელფასები და დაეხმარონ იმ ხალხს ჩამტკვარები არიან თავენ თქონებაში და ხალხს იყენებენ და სულ ხალხის იმით არიან მართლა უნამუსოები და მართლა ქვეყნის გამყიდველები არანაირი ღირსება ამათ არ გააჩნია და არაფერი ამათ არ გააჩნია იფიქრეთ რა მართლა ესი არ არის რა მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამ ქვეყნისთვის ცხოვრობ და მე ქართველი ვარ და თელი ჩემი ასები საქართველოზე დამეწეს არც ერთი ქვეყანა არ მეყვას ყველაზე მეტად მეყვას ჩემი საქართველო და ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ამ ქვეყნის შვილი ვარ ამ ქვეყნის შვილი ვარ და ყველა მიცოდეთ ეს რომ მე ვარ ქართველი და ამ ქვეყნის შვილი და არასოდეს ჩემ გულში ჩემ სულში ქვეყნის სიყვარულს გარდა აღარაფერი ყოფილა და დაელაპარაკეთ იმას რა ვისაც ქვეყანა მართლა არ გიყვარდა ვისთვის ქვეყანა საშოვარია და მართლა საშოვარზე ხართ ამ ქვეყნისთვის და ქვეყანის მსახურება კი არ გინდათ თქვენ რო გინდათ თქვენი ქვეყანა მოგემსახუროთ ყველას ეგეხება ეგა თავრობას ოპოზიციას პოზიციას ყველას გეხებათ ეს
ვისაც ქვეყანა პირადი სარგებლობისთვის გყავთ. ვისაც პირადი სარგებლობისთვის ქვეყანა, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ჩემ ქვეყანაზე მდარდობ აქ. ეყობათ ბოლოს და ბოლოს, მართლა რა არის, მართლა აი ამ დიდ მარხვაში, მართლა აი რა გჭირთ, ქრისტე უნდა დაიბადოს. ქრისტე უნდა დაიბადოს. თქვენ მთელი ბავშვობა, მთელი ჩემ ქვეყანას მიუძღვენით ჩემი ცხოვრება, რაც შეგნებული აზროვნა მოხ ჩემი ქვეყანაზე მეტად ქვეყანა არ უყარები არასოდეს. და ჩემი ქვეყნისთვის ცხოვრობ და ჩემი სამშობლოსთვის ცხოვრობ. და ჩემი ეგრისთვის ცხოვრობ, მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებით. ჩემ ქვეყანას ზურფაზე არავინ არ არის. არავინ დედამიწის ზურგს და მე არ ვიქნები არავის მონა და არავის შეხედულება ესე მე ვერ დამელაპარაკე, მე ქართველი ვარ. სული და ხორცით ქართველი ვარ. და ამ ქვეყნის შვილი ვარ. ჩემი შეცდომები, ჩემი ცხოვრები და ჩემი